ახალგემო ესალმებით ჩვენ შემდეგ სტუმარს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს, პარტია ხალხის ძალის თავმჯდომარეს სოზარ სუბარს. ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. დავიწყოთ საუბარი თქვენ ინიციატივაზე. და მოგესალმებით და მივესალმები მაყურებელს. თქვენ ინიციატივაზე მინდა გკითხოთ, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტის გაუქმებას ეხება. თქვენ აღწერეთ თვითმმართველი რგოლების მუშაობის დინამიკა, რომლის ეფექტურ მუშაობასაც, როგორც თქვენ ამბობთ, ანელებს ზედმეტი რგოლების არსებობა და ასეთად მიიჩნევთ სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტს. აი ამ ვარიანტის მართებულობაში, რომელს აქვს მეტი წილი, გადაწყვეტილებების ეფექტურ მიღებას თუ ფინანსური სახსრების დაზოგვას? იცით რა, საერთოდაც მოდი პრობლემა სხვანაირად შევხედოთ, იმიტომ რომ სხვა რამე არის გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რაც თქვათ ერთ-ერთ მცირე ვარიანტად შევთავაზეთ საზოგადოებას ამ შემთხვევაში ხალხის ძალის სახელით და ეს არის საინტერესო, რატომ პრობლემა არის ის, რომ ზოგადად თვითმმართველობების დონეზეც და სხვაგანაც, მაგრამ განსაკუთრებით იგრძნობა ეს თვითმმართველობებში ძალიან იწელება გადაწყვეტილებების მიღება და ამას აქვს თავისი ახსნა. ეს ახსნა არის, რომ დაიწყო კორუფციასთან ბრძოლა. მართლა იყო კორუფცია სერიოზული პრობლემა ქვეყანაში, არ ყოფილა მხოლოდ მაღალ ეშელონებში, ამან ჩააღწია ძალიან დაბალ ეშელონებშიც ყველა დონეზე პრაქტიკულად გახდა პრობლემა და ეხლა იმისთვის, რომ კორუფცია არ დაუშვათ, დაიწყო გადამოწმებების მთელი სერიალი, მთელი კასკადი და ეს გადამოწმებები ხშირ შემთხვევაში არის ფორმალური და ფორმალიზებული, ზოგჯერაც არაფორმალურიც შეიძლება იყოს. მაგალითად, იგივე, როდესაც ხდება გადამოწმება გუბერნატორის დონეზე, ეს ბუნებრივია არაფორმალურია, იმიტომ რომ გუბერნატორს თქვათ ამის უფლებამოსილება არ აქვს, მაგრამ თქვათ რომელიმე პროექტის გაგზავნა თუ ხდება თქვათ სიტყვაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროში ან გარემოსდაცვის სამინისტროში თვითმმართველობიდან იმ ნაწილში, რომელიც არის მაგალითად გარემოსდაცვის სამინისტროს გამდებარე, ამ შემთხვევაში ეს არის ფორმალური და კანონიერი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ხდება გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება. ამას თან ახლავს რატო ხდება ეს? იმიტომ რომ ამას ახლავს ერთგვარი შიში, რომ აი მე რო ეხლა გადაწყვეტილება მივცე, უცებ რო არ აღმოუჩნდე მართალი, ხვალისმეც არა დამიწყონ დევნა, რომ ის გადაწყვეტილება არასწორი იყო, კორუფციის რისკი ხო არ არის, ან რაიმე სხვა დანაშაული ხო არ არის და და მოხდა ის, რომ ნაბან წყალს შეიძლება ბავშვი გადავაყოლოთ. ანუ გაჩნდა ზედმეტი ბიუროკრატიული სიფრთხილე და ეს აჩერებს ძალიან ბევრ პროექტს, ეს მოქმედებს ძალიან ბევრი ადამიანის გადაწყვეტილება პირად საქმეებზე. მაქვს მაგალითად კონკრეტული საქმეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან, როდესაც აი მართლა უბრალოდ ადამიანს, რომელსაც უნდა ღობის გაკეთება, შეიძლება ამ ღობეზე ნებართვას შეიძლება დასჭირდეს თვეები და კვირები და ზოგჯერ თვეებიც კი და ვერ მიიღოს პასუხი. ჩემი წინადადება არის ესეთი, რომ აუცილებლად უნდა გავამარტივოთ გადაწყვეტილების მიღება და მაგალითიც მოვიყვანე იქ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი გამოვიდა რამდენიმე კვირის წინ ასეთი წინადადებით. ახლა ინიციატივას ალბათ ვერ დავარქვევთ, უფრო ესეთი გამოთქმა იყო თავისი წუხილის, რომ ერთი და იგივე გადაწყვეტილებაზე როცა მიდგება საქმე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, გერმანიაში ამ შემთხვევაში და ჩინეთში, მაგალითად ააშენონ მზის ელექტროსადგური. ეს მაგალითი მოვიყვანა მან. სანამ გერმანიაში საბუთების ერთი ადგილიდან მეორეზე გაგზავნას მოუნდებიან და სანამ ეს სხვადასხვა დონის ჩინოვნიკები მოადაადებენ თავის ხელმოწერას, რომ ეს საკითხი ნამდვილად არის გასაკეთებელი, ჩინეთში ნებართვაც გაცემულია, ელექტროსადგურიც აშენებულია და სახლებიც განათებულია იმ ელექტროსადგურიდან გამომუშავებული დენით და მერცი ამბობს ასეთ რამეს, რომ მოდი წავიდეთ გამარტივების გზით. თუ ორ კვირაში ან სამ კვირაში ან ერთ თვეში გადაწყვეტილებას არ იძლევა ჩინოვნიკი, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება ჩაითვალოს მიღებულად. ეხლა მე არ ვიცი რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ასეთი მექანიზმი, მაგრამ მე იმიტომ რომ ამაშიც არის კორუფციის რისკი, მაგრამ მე შევთავაზე ხელისუფლებას სხვა ტიპის გადაწყვეტილება. თუ ძალიან მალე ვადაში, რაც არის ის მაქსიმალური ვადა, რომელიც საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად, გადაწყვეტილების მიმღების პირი არ იძლევა პასუხს, ამ შემთხვევაში მან დატოვოს თანამდებობა. ან თუ იძლევა დაუსაბუთებელ უარს იმის გამო, რომ ეშინია
თქვათ რომ მე პასუხი არ მოსთხოვან, ამ შემთხვევაში დადგეს მისი პასუხისგებლობის პასუხი. და არის მესამე, თუ იძლევა თანხმობას და ამ თანხმობაში არის კორუფციის რისკი, ეს ყველაზე ნაკლებად საფრთხეა, იმიტომ რომ თუ არის კორუფციის რისკი, ამას სწორედაც რომ დასდევს ყველა შესაბამისი სამსახური ლუპით უყურებენ და გამადიდებული შუშით უყურებენ და სასჯელიც იქნება დარწმუნებული ვარ, მაგრამ ის პირველი და მეორე, როდესაც ხდება გაჭიანურება, ანუ საფუძვლო არის მისცემა, არის სწორედ იმის შიშით, რომ კორუფციაში არავინ მოედავონ და ამითი ქვეყანა ფერხდება საბოლოოდ და კონკრეტული ადამიანების პრობლემები იქნება. ნუ ამას მოვაყოლებ უნებრივია შემდეგი საკითხიც, რომ შეიქმნა თავის დროზე სახელმწიფო ინსტიტუტის რწმუნებული და შეიქმნა ეს ინსტიტუტი მართლა იმიტომ, რომ ქვეყანაში ერთიანი მართვა არ არსებობდა, აი ცენტრალიზებულ სახელმწიფოსაც კი ვერ დავარქმევდით 90-იან წლებს გულისხმობ საქართველოს და გარკვეულწილად პრეზიდენტს რო ქონოდა, მაშინ პრეზიდენტი იყო და არა პრემიერი პირველი პირი, რო ქონოდა რეგიონებთან მეტი წვდომა და მეტი გავლენა, შეიქმნა სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი. თუმცა ეს დღეს ერთგვარ რუდიმენტად იქცა, იმიტომ რომ კანონში მას დიდი უფლებამოსილებები არ აქვს. კონსტიტუციაში წერია, რომ მთავრობას უფლება აქვს დანიშნოს სახელმწიფო რწმუნებული, უფლება აქვს არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად უნდა დაინიშნოს, რეალური ძალაუფლება არის ცენტრალური ხელისუფლების ხელში და თვითმმართველობების ხელში, განაწილებულია ეს ფუნქციები და ამ დროს მთავრობაში შეიქმნა კიდევ ერთი ახალი ინსტიტუტი, ეს არის რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომელიც პრაქტიკულად ითვისებს იმ მაკოორდინებლის ფუნქციას, რომელიც მანამდე პრემიერის მხრიდან ჰქონდათ მინიჭებული სამხარეო რწმუნებულებს. და აქ დგება საკითხი, ან ერთი უნდა გავაუქმოთ, ან მეორე უნდა გავაუქმოთ. ჯამში ეს ორივე ერთად არის დაახლოებით 25 მილიონი ლარი, რომელიც ერთ-ერთის გაუქმების შემთხვევაში დაახლოებით ნახევარი დაიზოგება. და თუ ეს იქნება კონკრეტულად რწმუნებულის ინსტიტუტი, რომელსაც ისევ გავემეორება, ბევრი არაფერი ფუნქცია არ აქვს, ამ შემთხვევაში გარდა იმისა, რომ დაახლოებით 13 მილიონი ლარი დაიზოგება ქვეყანაში, ამის გარდა ეს არის, ვთქვათ, იგივე შენობები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას სხვა მიზნით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზედმეტი ერთი ბიუროკრატიული რგოლი გაუქმდება. გასაგებია. კი ბატონო, თქვენ ახლა საუბრობდით კორუფციაზე, ზოგადად ვიცით, რომ ხელისუფლებას უკომპრომისო ბრძოლა აქვს გამოცხადებული კორუფციასთან. დღეს მოვისმინეთ ასევე ბრიფინგი უსაფრთხოების სამსახურში. ეს გამოძიებები, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს, როგორ ფიქრობთ, მოახდენს თუ არა გავლენას პრევენციაზე? პრემიერმა თქვა, რომ საქართველოს რამდენიმე წელიწადში უნდა იყოს კორუფციის თვალსაზრისით ყველაზე დაბალი კორუფციის მქონე სამ ქვეყანას შორის ევროპის თვალსაზრისით და მე ამ შემთხვევაში მხარს ვუჭერ პრემიერის ამ ინიციატივას მივესალმებით ხალხის ძალის სახელით და პირიქით ყველაფერს რაინად დავდგებით გვერდში ხელისუფლებას რომ ეს შედეგი იქნეს მიღწეული. ეს სწორედ ის საკითხია, სადაც ხელისუფლებას არა მხოლოდ ვეთანხმებით მიზანში, არამედ ყველანაირად შეუწყობთ ხელს, მაგრამ მეორე მხრივ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კორუფციასთან ბრძოლამ მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადაგვისროლოს კორუფციაში დადანაშაულების შიშით, არ უნდა გავაჩეროთ პროექტები და ეფექტურობა არ უნდა დაკარგოს სახელმწიფომ, თორე ეს გავლენას მოახდენს ეკონომიკური ზრდის დონეზე, ეს გავლენას მოახდენს კონკრეტული ადამიანების ბედზეც, ეს გავლენას მოახდენს ცალკეული მუნიციპალიტეტის თუ ქვეყნის განვითარებასაც, იმიტომ რომ იქ სადღაც სოფელში გზა არის გასაკეთებელი, სადღაც სკოლაში რემონტია გასაკეთებელი, სადღაც მოქალაქეს უბრალოდ მიწის გამიჯვნა სჭირდება და ეს მიწის გამიჯვნაზე ვერ ხერხდება ნებართვის გაცემა იმის შიშით, რომ ვაიმე ვინმე შემდეგ პასუხი არ მომთხოვოს ამის გამო, ამიტომაც არის ეს ერთის მხრივ მექანიზმები შესამუშავებელი, რომ დაჩქარდეს პროცესები და მეორე მხრივ სიტყვა მოიტანა და მართლაც მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ზედმეტი ბიუროკრატიული რგოლები ზედმეტი ბიუროკრატიული რგოლები გაუქმდეს ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე. ეს გამოიწვევს სწორედ იმას, რომ გადაწყვეტილებები იქნება უფრო ეფექტური და ფული, რომელიც იხარჯება თქვა ადმინისტრაციული აპარატის შენახვაზე, ან შენობების შენახვაზე, მანქანებზე და ასე შემდეგ მოხმარდება ხალხს. ისევ და ისევ პიროვნულად
მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს კონკრეტულ გუბერნატორებთან თუ სახელმწიფო რწმუნებულებთან. იყო პერიოდი, როდესაც მე ვიყავი პრემიერის აპარატში მუშაობდი და სწორედ რეგიონებს ვკურირებდი. კარგად ვიცნობ თითოეული მათგანის მუშაობას, მაგრამ ერთია პიროვნული დამოკიდებულება და მეორეა სახელმწიფოს ეფექტურობა და თითოეული მათგანი არის იმდენად პროფესიონალი, რომ მათი ადგილი და მათი ნიჭის გამოყენება სხვა სფეროში იქნება შესაძლებელი. ბატონ სოზა, რა შემინდი არ გკითხოთ, თქვენმა ოპონენტებმა საკმაოდ აიტაცეს ეს თემა, საკითხი გახდა დღის ერთ-ერთი მთავარი თემა. თქვენმა თანაგუნდელმა დიმიტრი ხუნდაძემ ერთგვარად შეიძლება ითქვას გააკრიტიკა ხელისუფლების ინიციატივა, რომელიც ავტოპარკის განახლებას ეხება, როგორც ის ამბობს. ეს მიდგომა ვერც ავტოპარკის განახლებას და ვერც ეკოლოგიური მიდგომების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელსო. გაჩნდა სხვადასხვა ვერსიები, თითქოს ის ოპონირებს პრემიერის ინიციატივას და ასე შემდეგ. თქვენ თუ ეთანხმებით თქვენ თანაპარტიელს და რა არგუმენტები გაქვთ? ბუნებრივია, ეს არის საკითხი, რომელშიც ჩვენ ერთიანები ვართ. უბრალოდ საკითხი არის საკმაოდ რთული, კომპლექსური და ამიტომაც ნებამამეცი ცოტა ვრცლა დავხსნა. რატომ არის რთული და კომპლექსური? იმიტომ რომ ორი სიკეთე დგას სასწორის ორ პინაზე. ერთის მხრივ ნამდვილად გვჭირდება ჩვენ რომ სუფთა ჰაერი, ნამდვილად გვჭირდება რომ გამონაბოლქვი იყოს ნაკლები, ეს გამონაბოლქვი არის ის პრობლემა, რომელიც წარმოშობს უამრავ დაავადებას ახალგაზრდებშიც, ასაკოვანებშიც და საბოლოოდ ქვეყანას ძალიან ზვირიუჯდება. პირველ რიგში მთავარი ჯანმრთელობა ბუნებრივია, მაგრამ მეორე მხრივ ეს ძალიან ზვირიჯდება თუნდაც ფინანსურადაც, იმიტომ რომ ზედმეტი დაავადება ზედმეტ მკურნალობასაც ნიშნავს და ამ ხრივ ავტოპარკის გაჯანსაღება და განახლება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ნაკლები გამონაბოლქვი ნიშნავს უფრო მეტ ჯანმრთელობას ადამიანებისთვის. მეორე მხრივ ბუნებრივია ისიც, რომ საქართველო არ არის ახლა ძალიან მდიდარი ქვეყანა, შესაბამისად ძალიან ზედმეტი ფინანსური ტვირთი არ უნდა დააწვეს ჩვენს მოსახლეობას და განსაკუთრებით როდესაც ლაპარაკია რეგიონებში, სადაც შეიძლება, მაგალითად, ჩემს სოფელში ჭუბერში, სოფლის დასაწყისიდან ბოლომდე პირველ და ბოლო სახლს შორის 11 კილომეტრია მანძილი. ეხლა 11 კილომეტრი და ეხლა მეზობელ სოფელში რო გადახვიდე, უნდა გაამრავლო 2-ზე და 3-ზე, ან 80 კილომეტრია რაიონულ ცენტრამდე, მესტიამდე ასვლა. ეხლა ბუნებრივია, ყველას არ აქვს საშუალება, რომ იყიდოს ახალი მანქანა, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის ისეთი მოწესრიგებული რეგიონებში, როგორც შეიძლება იყოს თბილისში, თუმცა თბილისშიც ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამეა მოსაწესრიგებელი, ასე რომ ეს მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას. ბანკიდან სესხი აიღო და იყიდო შედარებით ახალი მანქანა, ბანკის პროცენტებით საქართველოში ისეთი მაღალია, რომ ესეც მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას და ესეც ბუნებრივია ძალიან რთული. ამიტომ ეს ორი სიკეთე დგას, ერთის მხარეს ჯანმრთელობა, მეორე მხრივ ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ახალი მანქანების ყიდვა და ბანკების სესხები კიდევ უფრო მეტად გააღარიბებს ჩვენს მოსახლეობას. და მესამე, რაზეც დიმიტრი ხუნდაძე თავის ამ წერილ, რადგან ბევრჯერ გვიმსჯელი ერთად და თავის ამ წერილშიც გააკეთა აქცენტი. შეიძლება ძალიან ჩქარა ამან არც გამოიწვიოს სამანქანო პარკის განახლება, იმიტომ რომ თუ არ შემოვა 6 წელზე მეტი ასაკის მანქანები, ამან შეიძლება ადამიანები აიძულოს, რომ ის ძველ მანქანებს გაუხანგრძლივონ სიცოცხლე მუდმივი რემონტის გზით და ამით გამონაბოლქვი კი არ შემცირდება, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ამიტომ ჩვენი წინადადება არის, რომ ცოტა ასეთი ხისტი ჩაჭრა კი არ მომხდარიყო, არამედ იყოს უფრო ესეთი ეტაპობრივი გადასვლა. დღეს აკრძალულია 13 წელზე მეტი მანქანის ასაკის მანქანის შემოყვანა. იყოს ეს არა 6 წელი, 13-დან 6 წლამდე კი არ შემცირდეს, არამედ შემცირდეს 10 წლამდე და შემდეგ გავაკეთოთ გრადაცია, ისე რომ ყოველ თქვა 10 წლის მანქანაზე იყოს საკმაოდ ესეთი მძიმე გადასახადი, თქვა 9 წელზე, 8 წელზე შედარებით დაიკლოს და ნუ 6 წლის მანქანები და 6 წელს ქვემოთ უკვე იყოს ისეთი, როგორიც რეგულაციაც არის დღეს. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ეს მოსახლეობასაც არ დააწვება ძალიან მძიმე ტვირთად და მანქანების პარკის განახლებაც უფრო ჯანსაღი პროცესით წარიმართება, ვიდრე ახლა შეიძლება მოხდეს იმ საფრთხის გამო, რომ ადამიანები ეცდებიან ძველი ავტოპარკი კი არ განაახლონ, არამედ პირიქით გაუხანგრძლივონ სიცოცხლე იმ ავტომანქანებს, რომლებიც მათ მფლობელობაშია დღეს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ჩვენს ეთერში ვიცე-სპიკერი პარტია ხალხის ძალის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი საუბრობდა.